დილა, როგორც ყოველთვის დღესაც ძალიან აქტუალურ თემაზე ვისაუბრებთ. ქეთევან ჭონიაშვილი ოკუპაციური თერაპევტია სატელეფონო ხაზზე. რამდენად მნიშვნელოვანია ოკუპაციური თერაპია ბავშვის განვითარების პროცესში? ქეთევან, მოგესალმებით. გამარჯობა. რაც შეეხება საუბრის თემას, როგორც დავაანონსეთ, ჩვენ ოკუპაციურ თერაპიაზე ვისაუბრებთ და მოდის უპირველეს ყოვლისა ჩვენს მსმენელს უთხრათ თუ რა არის და რას ნიშნავს ოკუპაციური თერაპია. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მადლობას გიხდით, რომ მომეცა შესაძლებლობა ვისაუბრო ოკუპაციური თერაპიის პროფესიაზე და განსაკუთრებით ოკუპაციური თერაპიაზე ბავშვებში. პირველ რიგში მინდა დავიწყო იმით, თუ რა არის ოკუპაციური თერაპია. ოკუპაციური თერაპია არის ჯანმრთელობის დამხმარე სპეციალობა, რომელიც ორიენტირებულია ადამიანის კეთილდღეობის და ჯანმრთელობის ხარისხის გაზრდაზე, ყოველდღიურ საქმიანობებში თანამონაწილეობის გზით. სიტყვა ოკუპაციას ბევრი მნიშვნელობა აქვს და ვინც არ იცის ამ პროფესიის შესახებ, ხშირად სხვადასხვა ინტერპრეტაციას აკეთებენ და ზოგჯერ საშიშადაც კი შეიძლება ჟღერდეს ხოლმე. ერთ-ერთი მნიშვნელობა სიტყვა ოკუპაციის ეს არის საქმიანობა და ზოგჯერ საქმიანობით თერაპიასაც კი უწოდებენ ხოლმე. თერაპიის პროცესში აქცენტი კეთდება ყოველდღიურ ადამიანისთვის ღირებულ საქმიანობებში ჩართულობაზე. ჩვენ ვახსენეთ, რომ ოკუპაციური თერაპევტი ადამიანებს ეხმარება ჩართული იყოს სხვადასხვა საქმიანობებში და მინდა განვმარტო, რაც მოვიაზრებთ, როდესაც ვახსენებთ საქმიანობას. საქმიანობას ჩვენ ვაერთიანებთ სამ ძირითად კომპონენტში. პირველი თვითმოვლა და ეს შეიძლება იყოს პირადი ჰიგიენის დაცვა, მგებლების გახეხვა, დაბანა, ხელპირის დაბანა, ჩაცმა გახდა და ასე შემდეგ. მეორე პროდუქტიული კომპონენტი ეს არის სწავლა, სახლის დაალაგება, სამსახური და ასე შემდეგ. მესამე ეს არის დასვენების აქტივობა. ყველაფერი რაც მეხმარება იმაში, რომ დავისვენო და სიამოვნებას მანიჭებდეს, ხო? ეს კითხვა, სეირნობა, მუსიკის მოსმენა, მეგობრების ნახვა და ასე შემდეგ. ამ სამ ძირითად საქმიანობას შეიძლება მივაკუთვნოთ ადამიანისთვის ნებისმიერი ღირებული, მიზანმიმართული საქმიანობები. და სწორედ აი ამ საქმიანობებზე ფოკუსირდება ოკუპაციური თერაპია და ამაზე აგებული თერაპიული პროცესი. ჩვენი ოკუპაციური თერაპევტების მიზანია, რომ მივაღწევინოთ ადამიანს მაქსიმალურ დამოუკიდებლობას, რამდენადაც ეს შესაძლებელია. კი ბატონო და რა თქმა უნდა საინტერესოა თუ რა სფეროში, რა პროგრამებში და რა ასაკის ადამიანებთან მუშაობენ ოკუპაციური თერაპევტები? ასაკს არ აქვს შეზღუდვა, ოკუპაციურმა თერაპევტმა მუშაობა შეიძლება დაიწყოს ჩვილობის ასაკში და შეიძლება ოკუპაციური თერაპევტის ჩართულობა საჭირო გახდეს მოხუცებულობის ასაკში. სფეროები, ოკუპაციური თერაპევტის მუშაობის სფეროები ძალიან ისეთი მრავალფეროვანია. შეიძლება ის იყოს პედიატრია, ნევროლოგია, ფსიქიატრია და სხვა. რადგან დღეს ვისაუბრებთ ოკუპაციური თერაპიაზე ბავშვებში, კი ბატონო. ვახსენებ რა პროგრამებშია ჩართული ოკუპაციური თერაპევტი. ოკუპაციური თერაპევტ შევხვდებით ყველა იმ პროგრამაში, სადაც სახელმწიფო პროგრამები არის, ხო? ეს არის ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა, რეაბილიტაციის პროგრამა, ბავშვთა აუტიზმის პროგრამა. თუმცა ყველგან ჩვენი მუშაობის პრინციპი ერთია, ჩვენი მუშაობა ფოკუსირდება საქმიანობებზე. შეიძლება ჩვენი მუშაობის პროცესში ვიყენებდეთ სხვადასხვა სამუშაო ჩარჩოს, ხო, მაგალითად სენსორული ინტეგრაციის ჩარჩოს და ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ წინა ჩარჩოზე, რა არის სენსორული ინტეგრაცია. გესმით ქეთი და როდის დგება ბავშვთან მუშაობის პროცესში ოკუპაციური თერაპევტის ჩართულობის საჭიროება? ვაკვირდებით რამდენიმე მიმართულებას, იმისათვის რომ მოგვმართოს მშობელმა როდის ოკუპაციურ თერაპევტს რამდენიმე მიმართულებას უნდა დავაკვირდეთ. ერთი რომ რამდენად ჩართულია ბავშვი ყოველდღიურ საქმიანობებში ასაკის შესაბამისად, რა თქმა უნდა,
რამდენად მიყვება ბავშვის მოტორული განვითარება, ასე აქვს იგულისხმება მსხვილი და ნატიფი მოტორიკა, ხო, მაგალითად, შეუძლია თუ არა წოლისას გადაბრუნება, გადმობრუნება, ჯდომა, სიარული, საჭიროებს თუ არა დამხმარე საშუალებების გამოყენებას, მაგალითად, დამოუკიდებლად რომ შეძლოს ბავშვმა ჯდომა, ხომ არ საჭიროებს სპეციალურად კონკრეტული ბავშვისთვის შერჩეულ მორგებულ, ადაპტირებულ სკამს, მაგიდას. ხომ არ აქვს სენსორული გადამუშავების სირთულეები, მაგალითად, კვებასთან დაკავშირებული გამოწვევები, ხომ არ უჭირს სკოლაში საგაკვეთილო პროცესში გაჩერება, ზედმეტად ჰიპერაქტიულია და ასე შემდეგ. კი ბატონო, და აი თქვენ ახსენეთ დამხმარე საშუალებები და რომ დავაკონკრეტოთ, რა დამხმარე საშუალებებს იყენებს ოკუპაციური თერაპევტი? გააჩნია რა სჭირდება ბავშვს. ჩვენ უკვე ვახსენეთ, რომ შეიძლება ეს იყოს სპეციალურად მორგებული სკამი ან მაგიდა. იმისათვის, რომ ბავშვმა შეძლოს დამოუკიდებლად ჯდომა კვების დროს, წერის დროს და ასე შემდეგ, ხო? შესაძლოა კვებისას დასჭირდეს ბავშვს შესაბამისად მორგებული ყოვზი, ჩანგალი, რადგან თავისი ფიზიკური უნარების გათვალისწინებით შესაძლოა ჩვეულებრივი ყოვზით ვერ ახერხებდეს დამოუკიდებლად ჭამოს. ანუ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მოვარგოთ გარემო ბავშვის შესაძლებლობებს. კი ბატონო, და რა თქმა უნდა ბავშვის მდგომარეობიდან გამომდინარე დამხმარე საშუალებების საჭიროება, კი ბატონო. დიახ. შესაძლოა შევაფასოთ და ვნახოთ, რომ ბავშვი დამოუკიდებლად ვერ იკვებება და გარემოს მორგებით და ეხლა რაც ვახსენეთ ამ შემთხვევაში მაგალითისთვის ადაპტირებული ყოვზის გამოყენებით, ბავშვმა შეძლოს დამოუკიდებლად მიირთვას საკვები. ან შესაძლოა წერის დროს ქონდეს ხატვის, გაფერადების დროს ქონდეს სირთულეები და განსაზღვროთ შეფასებიდან გამომდინარე, რომ შედარებით უფრო მსხვილი ზომის ფანქარი სჭირდებოდეს და შევურჩევთ კონკრეტულ საშუალებას, რომელიც გამოსწორებს ამ კალამს თუ ფანქარს და მარტივი გახდება ბავშვისთვის ჩაჭიდება და შემდგომ საქმიანობის განხორციელება. ან შესაძლოა სენსორული გადამუშავების სირთულე ჰქონდეს და შეფასებიდან გამომდინარე აღმოჩნდეს, რომ სენსორული გადამუშავების დარღვევის გამო ბავშვი დისკომფორტს განიცდის ზედმეტად განათებულა გარემოში ყოფნისას და პირობითად თუ სკოლაში ვერ ჩერდება კლასში ისეთი ადგილი შევურჩიოთ, სადაც ნაკლები განათება, ან თუ ხმაურიანი ადგილია შევურჩიოთ შესაბამისად ყურსასმენი, რომ ნაკლები დისკომფორტი ჰქონდეს და მისთვის არასასურველ სტიმულს თავი არიდოს. კი ბატონო, და როგორია ოკუპაციური თერაპიის პროცესი ბავშვებში, რომ გითხრათ, მაინც უფრო დეტალურად რომ აღწეროთ. კი ბატონო. ძალიან ბევრჯერ ვახსენეთ ჩვენ საქმიანობები და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ჩვენი საქმიანობები განსხვავდება ერთმანეთისგან და ბავშვისთვის მთავარი საინტერესო და მიზანმიმართული საქმიანობა სადაც ყველაზე მეტად ახერხებს საკუთარი უნარების გამოვლენას, ემოციების გაზიარებას და დიდი მოტივაციით ერთვება, ეს არის თამაში. თამაშზე დაფუძნებული თერაპია უფრო სახალისოა, ეფექტური და შედეგიანი ბავშვისთვის, ასე რომ აქტიურად მიმართავთ ამ მეთოდს პროცესში. აუცილებელია უსაფრთხოების საკითხის გათვალისწინება, გარემო მაქსიმალურად უნდა იყოს უსაფრთხო და მისაწვდომი ყველა ბავშვისთვის. არ უნდა იყოს ბავშვისთვის ხელშემშლელი იმისთვის, რომ მან განახორციელოს და დაისწავლოს კონკრეტული საქმიანობა. და ასევე ხშირად გვეკითხებიან ხოლმე რაოდენობას, ხო? ოპტიმალური რაოდენობა თერაპიების არის კვირაში 2-3 თერაპია. ხანგრძლივობაც განსხვავდება, შეიძლება იყოს 45 წუთიდან 1 საათამდე. და ასევე ძალიან ხშირად დასმული კითხვა არის, რომ რამდენ ხანში მიღწევა შედეგი და რამდენი თერაპია. უნდა მეკითხა ზუსტად, დიახ, ყოველთვის ნებისმიერი თერაპია ორიენტირებულია შედეგზე. და აი რამდენ ხანში უნდა ველოდებოდეთ შედეგს? ეს არის აბსოლუტურად ინდივიდუალური. იმისათვის რომ მიზანი მიღწეულად ჩაითვალოს, ინდივიდუალურია და ამას ყოველთვის გვაჩვენებს ხოლმე პროცესი. ვერასდროს ვერ განსაზღვროთ წინასწარ, რომ პირობითად 8 თერაპიაზე ჩვენ შეგვიძლია დავდოთ რაღაცა შედეგი. შეიძლება 2 თერაპიაში მიიღწეს შედეგი, შეიძლება ამას თვეები და ეს წლების კი დასჭირდეს. კი ბატონო, და რამდენად მნიშვნელოვანია მშობლის ჩართულობა ამ პროცესში?
ჩვენ ყოველთვის ხარს ვუსვამთ ამას, რომ მშობლის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა თერაპიული პროცესისა, უმნიშვნელოვანესია მშობლის ჩართულობა ბუნებრივ გარემოში. ის, რაზედაც მუშაობთ თერაპიულ პროცესში, აუცილებელია, რომ ამის გადატანა მოხდეს სახლში, სკოლაში, ეზოში, ბაღში. რადგან ეს საქმიანობები უმეტესად ხორციელდება ბავშვის ბუნებრივ გარემოში. ბავშვი ყველაზე კარგად დაისწავლის ხშირი პრაქტიკით. როცა ხშირად გამოცდის, განახორციელებს კონკრეტულ საქმიანობას, დავუშვებს შეცდომებს, მიიღებს ხშირ პრაქტიკას კონკრეტული საქმიანობის დასწავლისას და არა ესე მხოლოდ თეორიით მოყოლით და გადაცემით, ხო? თერაპიას არ აქვს შედეგი, ან დაგვიანებული შედეგი აქვს, თუ ამ საქმიანობების დასწავლა მხოლოდ თერაპიულ გარემოში ხდება. მაგალითად, ახლა თუ მშობლის წუხილი არის ის, რომ ბავშვი დამოუკიდებლად ხელებს ვერ იბანს და ჩვენ მხოლოდ თერაპიაზე ვაბანინებთ ხელებს, ხო? და სახლში სრულად დედა ეხმარება, მაშინ ბავშვს არ აქვს შესაძლებლობა გამოავლინოს საკუთარი უნარები და განავითაროს და დაისწავლოს ახალი. გარდა ამისა, გარდა ბავშვისა, ყოველთვის ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ მუშაობის პროცესში მშობელთან მუშაობაზე. ვასწავლით მშობელს, როგორ იმუშაოს სახლის პირობებში, როგორ განსაზღვროს დახმარების სტრატეგიები, ხო? და არა სრულად მშობელმა განახორციელოს ბავშვის მაგივრად კონკრეტული საქმიანობა. ხშირად ამ გამოწვევის წინაშეც ვგავართ ხოლმე, რომ მშობლები თავად აკეთებინებენ ბავშვს იმას, რაც ბავშვმა უნდა გააკეთოს. კი ბატონო. და თქვენი საუბრიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შეიძლება ოკუპაციური თერაპიის სახლში განხორციელება, თუმცა მშობელი კარგად უნდა იყოს გათვითცნობიერებული. დიახ, თქვენი პასუხი მაინტერესებს. დიახ. დიახ, რა თქმა უნდა, მშობელი აქტიურად უნდა იყოს ჩართული, უნდა იცოდეს როგორი სტრატეგიებით მუშაობთ კონკრეტულ ბავშვთან, იმისათვის, რომ თერაპიული პროცესი იყოს მაქსიმალურად შედეგიანი. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის დასასრულს მაინტერესებს, თუ როგორ შეიძლება გახდეს ადამიანი ოკუპაციური თერაპევტი. კი ბატონო, ხშირად არის ხოლმე კითხვა, რომ შეუძლიათ თუ არა ადამიანებს გადაემზადონ და გახდნენ ოკუპაციური თერაპევტები. გადამზადებით ოკუპაციური თერაპევტი ოკუპაციური თერაპევტი ვერ გახდება ადამიანი, იმისათვის რომ იყოს ნებისმიერი მსურველი ოკუპაციური თერაპევტი, საჭიროა რომ ისწავლოს უნივერსიტეტში. ჩვენთან საქართველოში 2005 წლიდან არის ოფიციალურად ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამა და 4 წლიანი პროგრამის შედეგად შეიძლება რომ გახდეს ოკუპაციური თერაპევტი. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ესეთი საჭირო და საინტერესო საუბრისთვის. გისურვებთ წარმატებებს და იმედია სტუდიაში გიხილავთ. მადლობა. მადლობა, კარგად გრძანდებოდეთ. მადლობა, ქეთევან ჭონიაშვილი ოკუპაციური თერაპევტი იყო სატელეფონო ხაზზე, ხოლო საუბრის თემა ოკუპაციური თერაპიის მნიშვნელობა ბავშვთა განვითარების პროცესში. ეს იყო გადაცემა ჯანმრთელი დილა, რადიო ემედის დილის არხი აგრძელებს მაუწყებლობას, მე მალე დაგიბრუნდებით. სიურად დაგეგმილი და სწორად წარმართული მკურნალობა ბავშვის